პირველი რასაც ვიტყოდი და უმთავრესი, რეალურად ეს არის გამოხატულება იმის და ამით ხედავთ თუ რეალურად რა აწუხებს რეჟიმს და მე ასე ვუყურებ ყველა მსგავს მათ რაღაც დრაკონული კანონების თუ რაღაც დიქტატორული ქმედებების გამოვლინება. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს დაშენებული იმაზე, თუ რა აწუხებს და რას ტკივა ყველაზე მეტად ივანიშვილის გუნდს, რომელიც რეალურად რეჟიმად იქცა ყველასთვის. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით არის მორალურ და სოციალურ იზოლაციაში. ხო, მართლა დღე არ გავა, რომ სადმე რაღაც ვიდეოს არ გადავაწყდით ისეთ, სადაც ჩვენ შევხვდებით, რომ ადამიანები მათ შეხვდნენ და ერთი საპროტესტო გზავნილი მაინც არ მიაძახეს, ესე ვთქვათ. ერთი დღე არ გავა ისე, რომ Facebook-ზე არ დაბლოკონ ასობით ათასი ადამიანი. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ყველა მსგავსი რეგულაცია, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, რომ სიტყვების კონტროლი გიწევთ ახლა, იმიტომ რომ რაღაც რეჟიმი და გარუსება არ მოეწონა თქვენ შემთხვევაში, როცა გიჩივლეს. მათ შორის ის, რომ ადამიანები დღეს დააკავეს, რამდენიმე ათეული დღით გაუშვეს პატიმრობაში იმისთვის, რომ ვიღაცის სახთან საპროტესტო აქცია გამართეს რეჟიმის წარმომადგენელს სახთან, ის რომ ყოველდღე რუსთაველი იკეტება და ამის გამო მათ ფასი დააწესეს და 5,000 ლარი გვიჯდება უკვე რუსთაველის გადაკვეთა, ის რომ დღეს გადაწყვიტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ისინი გვიჩივლებენ ყოველ კრიტიკულ აზრზე, ანუ საჯარო გამოხატვაზე, ეს საბოლოო ჯამში მიუთითებს იმას, რომ ერთის მხრივ ხალხმა და მეორეს მხრივ რეჟიმმა ამ ქვეყანაში გაითვალისწინა ერთი რამ. ხალხის, ანუ ჩვენ სიტყვას აქვს ყველაზე დიდი ძალა, ყველაზე დიდი შინაარსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს ყველაზე დიდი შედეგი. ეს ის სიტყვებია საბოლოო ჯამში, რომელთა პასუხადაც ჩვენ 26 მაისს დაგველაპარაკნენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები, ხო, ანუ საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერები, რომლებიც ჩვენ გველაპარაკებოდნენ ამ სიტყვების პასუხად და ჩვენ მოგვილოცეს 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და იმავე მილოცვაში არ მიულოცეს რეჟიმს და საბოლოო ჯამში გააკრიტიკეს და, რა ვიცი, მორიგჯერზე მოითხოვეს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება რეჟიმის მხრიდან. ეს ის სიტყვებია, რომელსაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები მეგობარი აქტით, რომელიც წინ მიიწევს და სულ რამდენიმე ეტაპი დარჩა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწეროს. ეს ის სიტყვებია, რომელზეც საბოლოო ჯამში პასუხად მოდის დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციები და მხარდაჭერა ქართულ ხალხს. ეს ის სიტყვებია, რომელსაც პასუხს უბრუნებენ საბოლოო ჯამში ევროპარლამენტარები, მათ შორის იმ ბოლო ანგარიშით, რომელიც მიიღეს საგარეო კომიტეტში. ანუ საბოლოო ჯამში რო ვიცოდეთ, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეჟიმს აწუხებს ნებისმიერი რამ, რომელიც უკავშირდება ერთი წინააღმდეგობას, მეორე ლეგიტიმაციის დღიშუქზე გამოტანას და ამიტომ მიიღეს ის დადგენილებები თქვენ წინააღმდეგ, რაც მიიღეს. მესამე, შიდა მორალური და სოციალური იზოლაცია, რომელიც აქვთ ქვეყნის შიგნით და ეს მათ შორის უკვე სოციალურ ქსელშიც აწუხებდათ და გამოიხატებოდა და ამის გამო გადაწყვიტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქოს რაღაც საჩივრები შეიტანონ. ანუ საბოლოო ჯამში რეჟიმს აწუხებს ჩვენი ნათქვამი ნებისმიერი წინააღმდეგობა, ჩვენი გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს წინააღმდეგობის და პროტესტის ელემენტებს და მივდივართ იქამდე, რომ ამაზე უნდა დავაშენოთ ჩვენი სამომავლო ხედვა, სტრატეგია და მოქმედებები.